თქვენს ბავშვს განსაკუთრებული სასცენო მონაცემები აქვს, მაშინ კახა კუხიანიძის ახალი სკოლა სტუდია მისი განვითარებისათვის ზედგამოჭრილია. ქორეოგრაფია, მსახიობის ოსტატობა და ვოკალი. ეს იმ სპეციალობათა ჩამონათვალია, რომლის დაუფლებასაც თქვენი შვილი ახალ სკოლაში შეძლებს. შეიძლება ყველა მომღერალი ვერ გამოვიდეს, მაგრამ თავარია ეს მოდეს კარგი და განასხვავოს კარგი და ცუდი ერთმანეთისგან. ამ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ. მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, ბავშვებსაც ძალიან უყვაროა, რა თქმა უნდა და რაღაცა მენდობიან ყველაფერში და მეც მიხარია, რომ ჩემი თქვა პატივისცემა აქვს ბავშვებს. უკვე გვაქვს გეგმები 1 ივნისისთვის ვემზადებით ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით. კეთდება კონცერტი და მაქსიმალურად ვართ დატვირთულები, ანუ უფრო მეტი გაკვეთილები იქნება კვირის განმავლობაში და მე მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება. რაც მთავარია, განსაკუთრებულ ყურადღებას ბავშვის გემოვნებას უთმობენ. თუ თქვენს პატარას ფრედი მერკური მოსწონს, მას არავინ აიძულებს ხალხური სიმღერების შეასრულოს. შენ რა სიმღერა გინდა ვიმღერო? მე მადაგასკარის. ისე ვღერო და ძალიან მომწონდა სიმღერა. და მიყვარს რომ ვღერი ვარ, უფრო თავისუფლად ვარ. მომღერალი მინდა გავხდე, მაგრამ რამდენად სერიოზული არ ვიცი. ბევრი მომღერალი მყავს საყვარელი. აი ერთ-ერთი მაგალითად ყველაზე მეტად რომელიც გიყვარს. ფრედი მერკური. მე მინდა რომ ვიმღერო. რიჰანა და ლედი გაგა. რიჰანას ყველაზე ძალიან მომწონს Rude Boy. ჯერ არ მაქვს არჩეული რა მინდა რომ გამოვიდე. მოზარდებს გამოცდილი და პროფესიონალი პედაგოგები ასწავლიან. ბავშვებს კი საშუალება მიეცემათ სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში მიიღონ მონაწილეობა. ძალიან იხვეწება ბავშვი კულტურა, სცენის კომპლექსები ეხსნება, სწავლობს მეტყველებას, სიმღერას. აუცილებლად თვითვალისწინებთ ბავშვის მოთხოვნილებას, იმიტომ რომ დღევანდელი თაობა ძალიან განვითარებულები არიან და ზუსტად იციან რა უნდათ. ქორეოგრაფიას, ანუ ცეკვას უდგავთ, რომ ერთდროულად იცეკვას კიდევაც და უფრო სცენური გახდეს, რა თქმა უნდა. უფრო მარტივია პატარა ბავშვებთან მუშაობის დაწყება, იმიტომ რომ მათ ეხლა უყალიბდებათ მუსიკალური გემოვნება და ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორი მიმართულებით წავიყვანოთ, ვასწავლოთ გემოვნებიანი ქართული სიმღერები და გაიზარდონ კარგი გემოვნება ჩამოყალიბებული მომღერლები. ზოგს ნდა რომ პინოქიოს სიმღერა იმღეროს, ზოგს ანასტასიას და ასე შემდეგ. აუცილებლად შევუსრულებთ სურვილს და იმ სიმღერებს, რომლებიც მულტფილმებშია, ვასწავლით აუცილებლად. კარგად დააკვირდით, რამდენ დროს ატარებს თქვენი პაწაწუნას არკესთან, როგორ მღერის ან ბაძავს მსახიობებს. თუ მას ეს საქმე მართლაც ოსტატურად გამოსდის, სტუდიო 1-2-3 მის განვითარებას ხელს შეუწყობს.